ჯერჯერობით რეჟიმ change ჩვენ ვერ ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე საათებში იქნა ლიკვიდირებული სიმბოლური უმაღლესი ლიდერი. ჩვენ ხედავთ, რომ იქ ახალი აიათოლას არჩევის პროცესი წავიდა და საგულისხმოა ვიზზე გაკეთდა არჩევანი, აიათოლას შვილზე. ეს როგორ მე მაგალითად როგორ აღვიქვი ეს. როდესაც შენ ოჯახის წევრს მოგიკლავენ და შენ მე მის ადგილს იკავებ, ეგ რას ნიშნავს? ეგ ხომ არ ნიშნავს კომპრომისულ ვარიანტს. ეგ ნიშნავს პირიქით, ხომ, შურისძიებას, წინააღმდეგობის გაწევას, შესაბამისად, ამ არჩევანით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ირანული მხარე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არაპირებს დანებებას, პირიქით, მათი ეს არჩევანი ვიზეც გაკეთდა, მიუთითებს იმაზე, რომ მოხდება წინააღმდეგობის გაწევა. და თავად ის განცხადებებით, რომელიც უკვე დღეთა განმავლობაში კეთდება, მათ შორის თავად ამერიკელების მხრიდან, თუ თავიდან იყო საუბარი, რომ 2-3 დღეში დამთავრდება ეს კონფლიქტი და რეჟიმ change უნდა მოხდეს და ირანულმა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ბედი, ქუჩაში უნდა გამოვიდეს და უნდა ჩამოიღოს არსებული რეჟიმი. დღეს ასეთი საუბრები ჩვენ უკვე აღარ გვესმის. დღეს შეცვლილია რიტორიკა, მიუხედავად იმისა, რომ კი, მაინც ჟღერდება, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, მთავარი აქცენტი კეთდება, მათ შორის თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ის პრიორიტეტები, საკუთარ ვებგვერდზე დადეს, რა არის ამოცანა, დეკლარირებული ამოცანა და იქ რეჟიმ change არ ეწერა, მან ეწერა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. როგორც წინა შემთხვევაში. ხო, არადან წინა შემთხვევაში ერთხელ გამოგვიცხადეს უკვე, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია. შესაბამისად, როგორც ჩვენ მაშინ, როდესაც შარშან მოხდა ეს პირველი დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის, მაშინაც გამოვთქვით ჩვენ ეჭვი, რომ სავარაუდოდ ბირთვული პროგრამა და ბირთვული თვითონ ის რესურსი ბოლომდე არ არის განადგურებული და როგორც ჩანს ეს სიმართლე აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოპერაცია არ დაიწყებოდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ რომ ბირთვული იარაღის შეძენის პერსპექტივა, რაც ცხადია აშინებს შეერთებულ შტატებს და ჩემი აზრით ლეგიტიმურად აშინებს, ცხადია აშინებს ისრაელს და ჩემი აზრით ლეგიტიმურად აშინებს, ვინაიდან არც ერთ ამ სახელმწიფოს ირანი ოფიციალურად არ ცნობს და ყოველთვის სიკვდილით ემუქრებოდა მათ. თუმცა იქ არსებობს მეორე ვერსიაც, იმიტომ ემუქრება ირანი მათ სიკვდილს, რომ თავადაც გრძნობს იმათგან საფრთხეს და შემდეგ, თუმცა შორს დაგვიყვანს ეს შეფასებები. რომ დაუბრუნდეთ დეკლარირებულ უკვე ოფიციალურად გამოცხადებულ, რასაც თავად სახელი დაარქვეს. ამოცანებს პირველ ბირთვული პროგრამის განადგურება, სარაკეტო პოტენციალის განადგურება, ჩვენ ვიცით რომ ირანს აქვს მრავალათასიანი სარაკეტო არსენალი, ბალისტიკური რაკეტები და სხვადასხვა კლასის შორი მოქმედების, საშუალო მოქმედების, რომლითაც ის ეხლა ბომბავს სწორედ გარშემო პრაქტიკულად ყველა ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოს და ამერიკის ბაზებს, მათ შორის ისრაელს ვწვდება და მესამე იქ დეკლარირებული ამოცანა ეწერა ირანში მშვიდობის, ასე ვთქვათ, და სტაბილური რეჟიმის დამკვიდრებას. დღეს უკვე გადის მეხუთე დღე, ამერიკა და ისრაელი აგრძელებს დაბომბვას, ინტენსივობა დარტყმების იზრდება, პრაქტიკულად ძალიან მძიმე დარტყმები მიაყენეს ირანს და გაუნადგურეს პრაქტიკულად ფლოტი, ისედაც მცირე ფლოტი ყავდა, მაგრამ რაც ყავდა ის უკვე განადგურებული ყავს ირანს და თეირანი იბომბება პრაქტიკულად ყოველ საათში, დასავლეთ ნაწილი ირანის იბომბება, სამხრეთ ნაწილი იბომბება, სადაც წვდება ჯერჯერობით ირანის ამერიკელების და ისრაელის საჰაერო და სარაკეტო არსენალი, თუმცა საპასუხო დარტყმებსაც ჩვენ ვხედავთ, ხო, ირანი თავის მხრივ აქტიურად პირველივე საათებიდან პრაქტიკულად
აი როგორც კი ამერიკამ და ისრაელმა მიაყენა დარტყმა, შეიძლება ითქვას დაახლოებით 1 საათში უკვე ორგანიზებული საპასუხო დარტყმები მიაყენა ირანმა, როგორც ისრაელს, ასევე საგულისხმოა ამჯერად ირანი განსხვავებულ სტრატეგიას იყენებს. ის უფრო მეტ დარტყმებს აყენებს თავის არაბ მეზობელ სახელმწიფოებს, სადაც მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზები და არა მარტო ბაზებს ბომბავს, ხოთა შორის ის ენერგეტიკულ ობიექტებსაც ბომბავს, მათ შორის აეროპორტებსაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც ანადგურებს და აქ როგორც ექსპერტები საუბრობენ, ირანი ირჩევს ძალიან მარტივ და ეფექტურ ტაქტიკას. ირანის პოზიცია არის შემდეგი, ის აცნობიერებს, რომ ძალთა ბალანსი არ არის მის სასარგებლოდ, ის აცნობიერებს, რომ ისრაელს და ირანს ამერიკას აქვს განუზომლად დიდი უპირატესობა, როგორც ტექნოლოგიური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით მეტი რესურსი აქვს, უფრო თანამედროვე იარაღი აქვს და ირანი არის იძულებული ასიმეტრიული პასუხი გასცეს. ასიმეტრიული პასუხში რა იგულისხმება ამ შემთხვევაში? ირანი ცდილობს მთლიანად რეგიონის აფეთქებას, რამაც უნდა გამოიწვიოს სოფლიო მასშტაბით, როგორც პოლიტიკური დესტაბილიზაცია, გარკვეული საინფორმაციო შფოთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კრიზისი. უკვე რამოდენიმე დღეა ირანს გადაკეტილი აქვს ჰორმუზის სრუტე, ეს არის სპარსეთის ყურის შესასვლელი, ძალიან ვიწრო სრუტეა, რომლის კონტროლი ძალიან მარტივია ხმელეთიდანაც და ჩვენ ვიცით, რომ მაგ სრუტის მეშვეობით ხდება ნავთობის საზღვაო გადაზიდვების 1/3 გადის ამ სრუტეზე, ასევე დაახლოებით 25-20% გადის თხევადი გაზი. და პრაქტიკულად რამოდენიმე დღეა ეს 7 სახელმწიფო, რომელიც ამ ენერგომატარებლების ექსპორტით არის დაკავებული, საუბარია ერაყზე, ქუვეითზე, საუდის არაბეთზე, ბაჰრეინზე, ყატარზე, გაერთიანებულ ემირატებზე. ეს სახელმწიფოები ვეღარ აწვდიან ბაზარს ამ ძვირადღირებულ ენერგომატარებლებს. უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ფასები იზრდება, როგორც ნავთობზე, ასევე გაზზე და ირანის სტრატეგიაც სწორედ ამაში აისახება. ირანი ცდილობს დრო გაწელოს, გაუძლოს ამ დარტყმებს და თავის ხრივ ამ საპასუხო დარტყმებით და ამ ეკონომიკური ზომებით სოფლიო მასშტაბით გამოიწვიოს სერიოზული კრიზისი. რამაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური პრობლემები გაუჩინოს თავად შეერთებულ შტატებს. ეს არის მათი ამოცანა და ამის გარკვეულ ნიშნებს ჩვენ ვხედავთ. ეხლა მეხუთე დღეა გასული ამერიკელების დანაკარგი, სინამდვილეში არის მიზერული, მათ დადასტურებულად 6 კაცი გარდაეცვალათ და 20-მდე ყავთ დაჭრილი, ტექნიკის კუთხით იქ 3 თვითმფრინავი ჩამოუგდეს, რადარების და ინფრასტრუქტურის კუთხით აქვთ უფრო მძიმე დანაკარგები, მაგალითად რამოდენიმე ძვირადღირებული რადარი გაუნადგურდათ, რომელიც მილიარდობით ღირს. თუმცა ეხლა ამერიკისთვის რამოდენიმე მილიარდი პრობლემა არ არის. მაგრამ ამ მცირე დანაკარგების მიუხედავად და ტოტალური უპირატესობის მიუხედავად ამერიკის სისუსტე რა არის? ეს არის შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო გამოკითხვებით, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მხოლოდ 27% უჭერს მხარს ამ ოპერაციას. დემოკრატიული პარტიის სრული უმრავლესობა ეწინააღმდეგება, ხოლო რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ 9% უჭერს მხარს დონალდ ტრამპს ამ ოპერაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი დანაკარგი იქნება, რაც უფრო მეტი რესურსი დაიხარჯება, ცხადია, ეს უკმაყოფილება მხოლოდ გაიზრდება, ხო? ან სრულ ტრიუმფს უნდა მიაღწიოს. ანუ დონალდ ტრამპმა ან სრული ტრიუმფით უნდა გაიმარჯვოს, რათა ეს საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, აზრი ან შეიცვალოს, ან ყოველ შემთხვევაში ასე მაინც სტაბილურად გაგრძელდეს. ან თუ მოხდება გაწელვა ამ პროცესის, ცხადია, უკმაყოფილება გაიზრდება. ეს ერთი საკითხია.
თან ჩვენ ხედავთ, რომ შიდა ტრამპის მომხრეებშიც არის ძალიან დიდი უნებათაღელვა. არ არის, მოკლედ, ახლა შორს რო არ წავიდეთ, პოპულარული ამერიკულ საზოგადოებაში ეს საერთაშორისო ომები. აი ძალიან დაიღალა ამერიკელი ხალხი ამ 90-იანებიდან მოყოლებული ამ ერაყის ომით, ავღანეთის ომით და ტექსტებიც სამწუხაროდ რა, მართლა სამწუხაროდ, მაგრამ მათთვის ყოველ შემთხვევაში ტექსტებიც იდენტური იყო ხოლმე, რატომაც მორიგჯერზე ამერიკა რაღაც ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებდა. ამიტომ ტრამპი ხვდება, რომ მას აქვს გარკვეული ლიმიტი. ასევე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონგრესის თანხმობა ჭირდება რაღაცა პერიოდის შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას. აქაც ტრამპს გარკვეული პრობლემები აქვს, თუ კონგრესამდე მივიდა, კენჭრისხამდე მივიდა, დიდი ალბათობით კონგრესმა შეიძლება ნებართვა არ მისცეს მას ამ ოპერაციის გაგრძელების. და ყველაზე ნიშანდობლივი და ყველაზე შემაწუხებელი მასთვის ის არის, რომ ამ წლის ბოლოს, ნოემბერში არის შუალედური არჩევნები, ანუ არჩევნები კონგრესში და სენატში. სადაც თუ გავითვალისწინებთ გამოკითხვებს, თუ სწრაფად არ მოხდა ამ კონფლიქტის ამერიკელების პირობებით ამ კონფლიქტის დამთავრება, ამერიკამ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება ძალიან მძიმე დარტყმა მიიღოს ამ შუალედურ არჩევნებს. ისედაც მაინც და მაინც ახარბიელოდ ტრამპს არ ქონდა საქმე. ამიტომ ირანელების სტრატეგია, მე როგორც ხვდები, არის სწორედ ეგ. გაიწელოს ეს პროცესი, გაუძლონ ამ დაბომბვებს და ირანს ამ კუთხით რა უპირატესობა აქვს. ირანი არის ძალიან დიდი ფართობით ქვეყანა. ეს არის დაახლოებით 2 მილიონამდე კვადრატული კილომეტრი, მთაგორიანი და ირანელები წლების განმავლობაში ამ მთის გრუნტის ქვეშ თხრიდნენ ბუნკერებს, თხრიდნენ სპეციალურ ადგილებს, სადაც როგორც ამერიკელები ვარაუდობენ, არის მიმოფანტული მათი ეს არაკეტო არსენალი, დრონები და მათ შორის თვითონ ეს სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის გადამალული და ნახევრად პარტიზანული მეთოდებით მართავენ ისინი სახელმწიფოს. ეხლა ის მოლოდინები, რომელიც თუმცა ეს აზრი რო დავასრულო, არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა პერიოდის მერე, აი მაგალითად ერთი კვირის, კიდევ ერთი კვირის, 2 კვირის ესეთი ფართომასშტაბიანი დაბომბვის შედეგად, ირანს რესურსები ამოეწუროს. სინამდვილეში როგორ განვითარდება მოვლენები, ჩემი აზრით, კაციშვილმა არ იცის. რეალურად მე არ გამოვრიცხავ, რომ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლომდე არ იცოდნენ, ერთ თვეში ეს კონფლიქტი რა სახეს შეიძენს და რა სახეს მიიღებს ეს დაპირისპირება და რას გულისხმობ ახლა. დღეს მაგალითად გახდა ცნობილი, რომ ისევ და ისევ ცხადია დასავლური მედიის, ამერიკული მედიის მეშვეობით, რომ ამერიკელები, მათ შორის სპეცსამსახურები აქტიურად საუბრობენ ერაყელ ქურთებთან, ქურთისტანი, საერთოდ ქურთები ძალიან ბევრ ახლო აღმოსავლურ ქვეყანაში კომპაქტურად ცხოვრობენ, როგორც თურქეთში, სირიაში, ასევე ირანშიც არის დაახლოებით 10 მილიონამდე ქურთი ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. და ამერიკელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერაყის ქურთისტანის სამხედრო ლიდერებთან, რათა მოხდეს ამ სეპარატისტული განწყობების გაღვივება ირანის ტერიტორიაზე, სადაც ქურთები ცხოვრობენ. საერთოდ პოლიტიკურად ქურთები ყოველთვის გამოხატავდნენ თავის პროტესტს, რათა შორის იანვრის გამოსვლები, როდესაც იყო ირანში, მათ შორის ეს ანტისამთავრობო გამოსვლები. ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ იყო ირანის ქურთისტანის ტერიტორია და არეალი, სადაც ეს ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეხლა ეს რაზე მიანიშნებს? რატო ცდილობს ამერიკა, რომ ესეთი დეფრაგმენტაცია და სეპარატისტული გარკვეული კერები გააჩინოს. როგორც ჩანს, პირველი მოლოდინი, რომ თავად ირანული საზოგადოება
ქუჩაში გამოვიდოდა ამ ოპერაციის დაწყების მერე და ჩამოიღებდა რეჟიმს, ვინაიდან ეს არ შესრულდა, ვერ შესრულდა და უკუ ეფექტს ვხედავ ჩვენ, ხო, პირიქით, ალი ხამენეის გარშემო რაღაც მრავალთასიანი მიტინგების ხედავთ, სადაც ხალხი რაღაცებს სკანდირებს და როგორც ჩანს, ეხლა ამერიკა ცდილობს ამ სახმელეთო კომპონენტის სახით გარკვეული სეპარატისტული კერები გააჩინოს თავად ირანში. ნუ რამდენად ეს შედეგს გამოიღებს, ცხადია, დრო გვიჩვენებს ახლა წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია. ნუ არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ის, რომ როგორც ჩანს, ეს თავიდან არ იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ ეხლა რო უწევთ ომის განმავლობაში და ომის პერიოდში ამ სხვადასხვა გეგმების ასე ვთქვათ, აზრზე მოყვანა, მოლაპარაკება, ეხლა შენ თუ ანუ წინასწარ უნდა დაგელაგებინა, ხო, შენ თუ რაღაც სეპარატისტული კარტის გათამაშებას აპირებდი, ეს ყველაფერი ხო წინასწარ უნდა განგეს საზღვრა, წინასწარ უნდა ყოფილიყავი იმ ქურთებთან ყველაფერზე შეჯერებული და შემდეგ. ანუ როგორც ჩანს, ამერიკელები ვინაიდან თავად სახმელეთო კომპონენტს ვეღარ თავენ, ანუ ამერიკელი ჯარისკაცი ვერ შედის, მე გულისხმობ ქვეითი ჯარისკაცი ვეღარ შედის ირანის ტერიტორიაზე და ეგ უპირატესობა აქვს ირანს. ირანმა იცის, რომ მარტო დისტანციურად, ანუ სახმელეთო იმით საჰაერო ოპერაციის სახით ხდება მის წინააღმდეგ ომის წარმოება. ცხადია ეს დამანგრეველია, ძნელი ისა ძნელი ამ ყველაფრის ატანა, დიდ ხერხს გულისხმობს, მაგრამ სანამ ჯარისკაცის ფეხი არ დაიდგა რაღაცა ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიას მაინც შენ აკონტროლებ, ხო, რაც არ უნდა დაგბომბონ შენ და შენ თუ ბუნკერში ზიხარ და მე იმ ბუნკერიდან ამოხვედი და მაინც შენ ხარ იმ ტერიტორიაზე. ცხადია, შენ ბოლომდე დამარცხებული არ ახარ, ხო? აქედან ისევ როგორც მაგათ კიევი იბომბება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, ხო? რამდენი 1000 რაკეტა თუ ავიაბომბი მოხვდა უკრაინის დედაქალაქს. მაგრამ სანამ უკრაინის ქვეითი ჯარისკაცის ფეხი ტკეპნის კიევის მიწას, მაგ ტერიტორიას უკრაინელები აკონტროლებენ, ხო? ეს არის ომის ანაბანა. შესაბამისად, ამერიკელები როგორც ჩანს ხვდებიან, რომ გარკვეული სახმელეთო კომპონენტი ჭირდებათ და მარტო საჰაერო დისტანციური ზემოქმედებით, ნუ რთულია ან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამ შედეგს ვეღარ გზნობენ და მათ ჭირდებათ გარკვეული დახმარება. მაგრამ უყურეთ ახლა აქ რა პრობლემა ჩდება ამ სეპარატისტული კარტის გათამაშების შემთხვევაში. ამერიკელები ამბობენ, რომ რამდენი დროც დაგჭირდება, იმდენი დრო გაგრძელდება. რაც, ნუ, რაღაცა კუთხით ცხადია, თლად ეგრე არ არის, იმიტომ რომ ამერიკელებს მე იმ მიზეზთა გამო რაც აღწერე, ეჩქარებათ კონკრეტულად ტრამპს, მას არჩევნები აქვს, არ არის ამერიკაში ეს საკითხი პოპულარული და მას ეჩქარება სწრაფად უნდა.